2011 წლის. ვსწავლობ მე-15 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, სიმღერა, მუსიკა და ტანვარჯიში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს სიმღერა. ვსწავლობდი ბალანჩივაძის მუსიკალურ სკოლაში და გამოვედი. მაშინ მომწყინდა და იმიტომ გამოვედი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ძალიან მიყვარს ეს საქმიანობა და ისევ დაბრუნება მინდა. მუსიკაში ვარ მე-5 კლასში და ვუკრავ პიანინოზე. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ნოტების დამახსოვრება. ყველაზე ადვილი იყო ცალითითით დაკვრა. ჩემი საყვარელი კომპოზიტორია ბეთჰოვენი. პიანინოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე გიტარაზე. ერთხელ მქონდა კონცერტი და ძალიან ვინერვიულე. ერთ ადგილას შემეშალა, მაგრამ უცებ გამოვასწორე. ძალიან კარგი შეგრძნებაა ბევრი ხალხის წინაშე სცენაზე დაკვრა. მე რომ ახლა კარგი პიანისტი ვიყო, ჩემს კონცერტს ვისურვებდი თბილისში ფილარმონიაში. მუსიკალურში დავდიოდი გუნდში და სიმღერაც ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი სიმღერა არის Dance Monkey. They say, oh my God, I see you where to shine. Take my hand, Sabrina, this the walk in mine. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. თუმცა მამა არის მხატვარი და ხშირად მეხმარებოდა. ყველაზე ხშირად ვხატავ მთებს, სახლებს და ადამიანებს. ყველაზე რთულია ადამიანის სახის დახატვა. ყველაზე ადვილია ბუნების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს ვარდისფერი. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 10 ცალი კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ როდესაც გავიზრდები, გავიხსენო ბავშვობა და დავათვალიერო ჩემი ბავშვობის ნამუშევრები. მე ასევე ვაკეთებ ხელნაკეთ ნივთებს, მაგალითად ჩანთებს, სამაჯურებს და ყელსაყრელებს. ძალიან კარგად გამომდის და ზოგჯერ ვყიდი კიდეც. მაგალითად ჩანთები საშუალოდ ღირს 230 ლარი. საიტებზე ძალიან ძვირები ღირს ხელნაკეთი ლამაზი ჩანთები რაღაცა და ახლა დედაჩემს აქვს ქორწილი და ჩანთას ვუქსო. ძივებით ჩანდა. მე ფული როდესაც მაქვს, ზოგადად ვხარჯავ რაღაცა სათამაშოებში, ტანსაცმელში და კოსმეტიკაში. ვარ ლამაზი გოგო და ძალიან მიხდება გაბრანჭვა. ზოგჯერ ვიბრანჭები დედასთან ერთად. გაბრანჭვის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარს მაია ბებიასთან სტუმრობა. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებლები, კლასელები და დირექტორი მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ბარბარე ქვარცხავა. ყველაზე ჭკვიანია გაგა ზაიცევი. ყველაზე მშვიდია სოფია ჭანტურიცე. ყველაზე ბედნიერი მგონია მარიამ კილაძე. მე ვარ ყველაზე მხიარული და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ბუნება. საყვარელი მასწავლებელია დიანა მასწავლებელი, რადგან ის ძალიან კარგად გვასწავლის, ძალიან ლამაზია, ძალიან კეთილია. მე ძალიან უყვარვარ და სულ მეხვდება. ჩემი აზრით დიანა მასწავლებელი ყველაზე მეტად მე მიყვარს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე პროგრამისტი და მომღერალი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი მოცეკვავე და მოდელი. ახლა მინდა ვიყო 14 წლის, რადგან მინდა გავიკეთო ფრჩხილები, რადგან ახლა მიკითხავ. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი, რადგან სახლსაც ვალაგებ და საჭმელების გაკეთებაც ვიცი. პირველად საჭმელი რო გავაკეთებიყავი 7 წლის და ეს საჭმელი იყო ქათმის სალათა. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ყველიანი კვერცხის შეწვა. მე რო კარგი დიასახლისი ვარ, ესაა დედიკოს დამსახურება. ჩემი დედიკო არის ლამაზი, კეთილი, ჭკვიანი და ბრანჭობა არ ყურს. მამიკო არის კეთილი, მხიარული, სიმპათიური და კიდევ არის ჩემი სურვილების შემსრულებელი. მე ვარ მამიკოს გოგო. ჩემი ძმა არის 7 წლის და ქვია გიო. ის არის ცელქი, ნერვების მომშრელი, საყვარელი და სიმპათიური. ნერვებს მიშლის მაშინ, როცა სახლში ბურთს თამაშობს. ჩემი აზრით, გიორგი რო გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მე ბავშვობიდან მეხერხება ტანვარჯიში. ცოტა ხნით შევედი კიდეც და ახლა გამოვედი. ეგ ტანვარჯიში, რომელზეც დავდიოდი, იყო მხატვრული და მე მინდოდა სპორტული და ახლა ველოდებით შემდეგ წელს, რომ ახალი ბავშვები როდესაც შევლენ, მეც უნდა შევიდე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, შევქმნიდი ბევრ ცხოველების თავშესაფარს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მარიამი რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე მარიამი დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ მარიამი რო არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ლიზი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 14. ყვავილებიდან მე ვგავარ გვირილას. იმიტომ რომ ჩემსავით თეთრია და ლამაზი. ბედნიერება არის ოჯახის სიყვარული და სულ ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.